ხენს როგორც იქნა ცოტა არ იყოს დიდი და დაჭირდა რთული იყო მაგრამ ამას ნამდვილად ღირდა ძალიან ლამაზი არის საკაურულა თავიდან დამოიწყდა ვიდეოს გადაღება ასე რომ ანუ ხოლმე ჩავწერ ყველაფერზე ვიდეოს როგორი იყო მგზავრობა და ასე შემდეგ რადგან ძალიან დავიხალე მეგობრებო მოკლედ ჩემ ნომერში ვარ ახლა ცუდი არ არის დღეს ეს გადავიღე ვიდეოებს ამდენთაც ვიყავი გასული მაგრამ მხოლოდ ფოტოები გადავიღე ადრე გამაგვიძა ვეღარ მოვისვენე და დილის 7 საათზე გავედი სასაიგნოდ კაფეში და ვიყავი ყველაფერი მოვიდი სიტყვით დღეს თუ არ დამეწერა შუად გავალ მარიენც პლაცი თუ რაღაც ასეთი ქვია ქალაქის ცენტრში გადავიღებ ვიდეოსაც და განახილდი ჩემ ნომერსაც ცუდი ნომერი ნამდვილად არა ის დამწყები მოგზაური ხარ და მარტო დადიხართ სამოგზაუროდ დაახლოებით ახალგაზრდები უფრო აქ 18-19 წლის ბიჭები არიან ის მოგზაურობენ მარტო და ურჩევნიათ იაფიან ფაზებში მოგზაურონ აი ცუდი ოთახი ნამდვილად არა რავი ასეთ პირობებს თუ შეეგუება ნამდვილად ცუდი არ არის აივანს გვაქვს აქ შტებცელებიც არის აქ ლამბა ირთვება აქაც შტებცელია ესაა ჩემი საძინებელი აქ ფარდას ჩამოვაფარებ თუ რამეა და ისე დაიცინებ ყველა ასე ვაკეთებს და რა ვიცი თუ დამწყები მოგზაურები ხართ ნამდვილად არა ცუდი ვარიანტი გარეთაც ცუდი ხედი ნამდვილად არა საფირფარეშო არის დერეფანში საერთო არის საფირფარეშოს საშხაბეს სასმულას ლინკს დავტოვებ აღწერაში 280 და დაიწყდა ეს მხოლოდ 4 ღამით იქ ტრამვაი მოძრაობს იქით არის მთავარი ქუჩა რა ვიცი ნამდვილად სუდი გარემო არ არის შვენიერი ფასი იყო 280 ლარში მართალია მარტო არ ხარ მაგრამ სამაგიეროდ ბევრი მეგობარი შევიძინე ავსტრალიელები კორეელები რა ვიცი აი მართლა ღირს ასეთი მოგზაურობაა ჩემი აზრით ხალხი ავიცანი და ჩემი აზრით ყველამ უნდა გამოცადოს მოკლედ როგორც გითხარით სასტუმრო დამიჯდა სადღაც 230 თუ 280 ლარი ზუსტად აღარ მახსოვს ეს 4 ღამე თვითონაც ორმხრივი ბილეთი დამიჯდა დაახლოებით 260-280 ლარი ასე დაახლოებით ავედით 500 ლარამდე ტრანსპორტირება Flix ბასი მაგასაც აღწერაში დავტოვებ და მე მინგენის აეროპორტიდან წამომიყვანა წინასწარ მქონდა ბილეთი შეძენები 10 ევრო დამიჯდა უკან წამოსვლა 10 ევრო ღირს
და 1 საათზე მეტი არ ჭირდება და უფრო მალეც ჩამოვიდა. თვითმფრინავ მასალას ცოტა ადრე ჩამოვიდა. რთული არის ახლა თბილისის აეროპორტიდან თბილისიდან რო წამოეყვანე, თავისუფლებაზე ჩერდება ის ავტობუსი, უკვე დასაჯებაში წავიყვანე. 26 ლარი დამიჯდა, ნორმალურად შევიძინე. მარდი ჩაგვიყვანა ძალიან მალე, ამას არ ვერდოდი. დაახლოებით საათნახევარი, 2 საათი ვიყავი ისე უბრალოდ, სანამ ჩექინი არ დაიწყო. გავიარე ჩექინი ყველაფერი და მესაზღვრების ორივეგან არ ჩვეულებრივი აღმოჩნდნენ და პრობლემას არ მქონია. ჩვეულებრივად ბუკინგიც მქონდა, მოხსებული ყველაფერი ვაჩვენე, საბუთები ყველაფერი წესრიგში მქონდა და თუ ვინმეს ასეთ საკითხში დახმარება დაგჭირდება, შეგიძლიათ მომმართოთ. მე თვითონ სტუდენტი ვარ, ამ ფაკულტეტზე ვსწავლობ, ტურიზმის ფაკულტეტზე. თუ გაინტერესებთ ამინდი ძალიან სიცივენ ნამდვილად არა, მე რა ვიცი, ერთი კურტკა მაქვს მოგევარდი, ძალიან თბილი კურტკა არის. ასე მასვია, შეგინდობ მაიკა. და რავი, ასე აცი ვარ, რომ გაიყინო და რაღაცა. თვითმფრინავი ჩამოსვლას უფრო შემცირდა. მაგრამ მარტივად შევეგუე. და ერთი თქვით, დიდხანს ვარ გავაგრძელებო. ძალიან სიცივე არა, პატარაზე წვიმდა, მაგრამ მაგას არ შეუფერხებია, რომ ისევენე, ბევრი ადგილი ვნახე და კიდევ ბევრი მაქვს სანახავი და მაგასაც აუცილებლად გადავიღებ და გაჩვენებთ.